ვერძი ლომი მშვილდოსან აპრილის თვე როგორი იქნება თქვენთვის რა ზოგად ენერგიებში იქნებით ესე იგი საკმაოდ ესეთ პრაქტიკულ მატერიალური საკითხებით იქნებით დაინტერესებულები ამ პერიოდში შეიძლება ფინანსური კუთხით მოგიწიოთ ესეთი ხარჯი შემოსავლის დაბალანსება შეიძლება რაც შემოვიდეს იგი ხარჯი წავიდეს ყველაფერი ცოტა ხარჯიანი თვე შეიძლება გქონდეთ ფინანსური კუთხით აქ ცოტა დაღლილობაც შეიძლება ფიზიკურად დაიღალოთ შეიძლება მენტალურად გადაიღალოთ ფიზიკური შრომის მომენტებიც ამოდის რაღაცას ძალიან აწვევით ბოლომდე და ცოტა გიჭირს მაგრამ მაინც არ ნებდებით ჯიუტები ხართ და ბოლომდე რქებით მიიწევს წინ სეცხლის ნიშნებს უგად სიჯუტეს რაც გახასიათებთ და ნამდვილად წინ მიდიხართ შესაძლებელია მოგიწიოთ აი რაღაც სიტუაციებში ლავირება მოქნილობის გამოჩენა დიპლომატიის გამოჩენა მაგალითად სიტუაციებზე მორგება მოგიწიოთ აქ ვიღაცა ადამიანის დახმარება ჩანს ეხლა თუ მაგალითად მამაკაცები მიყურებთ შეიძლება ქალი იყოს მნიშვნელოვანი როლი თქვენს ცხოვრებაში რომელიც გვერდში დაგიდგეთ ამ ერთი თვის განმავლობაში ქალბატონების შემთხვევაში თავად ხართ ეს ადამიანი ვისაც მოგიწევთ აი ბევრი პასუხისმგებლობის აღება და ბევრი რაღაცის გაკეთება ამ პერიოდში ცოტა დამღლელი შეიძლება იყოს მაგრამ მაინც ვიტყოდი რომ მშვიდად ხართ მე მგონი უკვე მიჩვეულები ხართ სირთულეებს გამოწევს და თქვენთვის რაღაც ეს განსაკუთრებული ტანჯვა აღარ არის ეს ყველაფერი და შეეგუეთ რომ ყველაფერი თქვენი საკეთებელი იქნება და თქვენ უნდა გაქაჩოთ და თქვენ უნდა მიაწვეთ ყველაფერს აი რაღაც ესეთი ენერგიებში ხართ რომ რაღამ უნდა გამაკვირვოს ისაც ხო ჩემი საკეთებელი და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ არის ამდენი რამე იქნება ცოტა პერიოდი აპრილის თვე მაინც არამდგრადია სტაბილურობა აკლია შეიძლება თავად ძალიან მიისწრაფოდეთ და გინოდეთ სტაბილურობის და კონტროლის შენარჩუნება პროცესებზე მაგრამ მაინც აი რაღაცა გარეგანი ფაქტორები მოქმედებს შესაძლებელია აპრილის თვეში არჩევანის და რაღაცა გადაწყვეტილების წინაშე იყოთ ან გადაწყვეტილებას წინაშეც კი არ იყოთ გინდოდეთ ორი რაღაცის შენარჩუნება ორი სიტუაციის შენარჩუნება შეიძლება პირად ურთიერთობაში იყოს რაღაცასა და რაღაცა შორის ბალანსის დაცვა გიწევდეთ ან სიტუაციაზე მორგება გიწევდეთ არის ესეთი ენერგიებიც რომ მაქსიმალიზებთ რომ აკონტროლოთ პროცესები არ გინდათ რომ კონტროლს იქით წავიდეს თქვენ მდგომარეობა რადგან ფიქრობთ რომ თუ აქ კონტროლი გამექცა მე ვაიმე დავიღუპე ცოტა ეს ზედმეტ პასუხისმგებლობებსაც ნუ აიღებთ თუ შესაძლებელია გადაანაწილეთ პასუხისმგებლობა სხვაზე რომ ძალიან არ დაიტვირთო თქვენ და მე ფიზიკურად არ დაიღალო და არ ჩავარდეს მაგალითად და ერთი კვირა რაიმე ვეღარ გავინძრე ესე არ მიიყვანო თქვენი თავი ამ ზომამდე ბედნიერ წარმატებულ აპრილის თვეს გისურვებთ მადლობა ყურადღებისთვის